გამარჯობათ, მე ვარ თუთქაჯის ადმინისტრატორი. საიტზე იყო ბევრი თხოვნა, როგორ უნდა დაგვეინსტალირებინა Sony Vegas Pro 9.0. და ახლა გასავლით მე მის დაინსტალირებას. ესე იგი, აქ არის 4 ფაილი, ამ ფაილებს მოვყოლე ვიდეოს. პირველი არის ინფორმაცია, ანუ ეს 2 ფაილი არ დაგვრჩება არაფერში, ჭირდება Keygen და Vegas Pro 9.0 არის ინსტალაცია. მოდით ჯერ დავინსტალიროთ Sony Vegas Pro 9.0. პირველი ბრძანება იქნება ესეთი. ეს შეიძლება აქ ავიჩევთ ენას, ამ შემთხვევაში ავიჩევ ინგლისურს, ოკეი. და Sony Vegas დაინსტალირება ადვილია, მაგრამ Keygen-ის ჩაწერის დროს ბევრს უჭირს, ანუ აქ ავიჩევთ next. აქ პირველი next, აქ შევჩერთ ადგილებს და next. აქ თუ გინდა დესკტოპზე რო დავაწყოთ ამას, install დაველოდებით. და Sony Vegas ჩვეულებრივ დაინსტალდება, მაგრამ ის არ ერთება Keygen-ის გარშე, ამიტომ ეს უჭირს მოხმარებელებს და ამის დიდი თხოვნა იყო. აი როგორ ხედავთ, იკონიც გაჩნდა Sony Vegas-ის დისკებზე. აი მოჭა დავუწოთ finish. ახლა გავხსნათ Keygen-ი. აქ ავჭერთ Sony Vegas Pro 9.0. შემდეგ აქ დავაწყოთ patch-ს. აქ უნდა შევიდეთ, სადაც დავინსტალირეთ Sony Vegas-ი, ამ შემთხვევაში my computer, C-disk, program file და აქ იქნება ესეთი Sony. და გავუშვებთ მაშინ. ზუსტად არ მახსოვს, მაგრამ ახლა გავუშვათ ორივეში, რადგან არ გაგვიურდეს ესე. ისე ვახშევა. და გავუშვებ პირველში. ახლა გავუშვებ Sony Vegas-ში. იმიტომ ზუსტად არ მახსოვს ეგ, რომ ეს უნდა ჩავუშვათ, ამიტომ დავეზღო ყველაფერს განთავას. ესე თქვენი კომპიუტერს არაფერს არ შეუშლის Windows მუშაობას ამიჩაღრა. ესე მოდით ახლა გავხსნათ Sony Vegas-ი. აქ უნდა ჩავსვათ აი ეს კოდი, ანუ Keygen. ჩავსვათ. აქ ავჭერთ რეგისტრაცია online, რეგისტრაცია form, ამიტომ ავჭერთ რეგისტრაცია კომპიუტერში, იქ დავწერთ next დამტალე. აქ დაწერთ admin, აქ თქვენი სახელი, თქვენი email. აქ აჩვენებთ ქვეყანას. და აქ მონიშნავთ დავწერთ დალე. აქ რაღაც ფაილი შეინახოს დესკტოპზე, მოვიდეთ უბრალოდ ეს რეგისტრაციას. აქ უნდა ჩავსვათ აი ეს Keygen-ი. დავაჭერთ კოპირებას. დავაჭერთ code. აი როგორც ხედავთ, Sony Vegas დაინსტალირდა ჩვეულებრივად, ის ჩაითვლება და შეიძლება ყოველ ერთ თვეში მოგთხოვოთ Keygen-ის განახლება და ზუსტად ისე ისამთ, როგორც ახლა ვქენით. აი როგორც ხედავთ, ჩაითვლის ჩვეულებრივად მუშაობს.